15 თებერვალს საქართველოს ფოსტისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სტუდია ჯიბი სტუდიის ორგანიზებით სახალისო და შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართება. მეც დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე გვიამბობს, რომელიც უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა. მოგესალმებით და გვიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. უფრო მეტი რომ გვიამბოთ ამ პროექტის იდეისა და მიზნების შესახებ. დილამშვიდობის, ჩემთვის არაჩვეულებრივი შაბათის იწყება, დილას ვიწყებ ძველი თანამებრძოლი შონიასთან ერთად, გიორგი კავანდია, ფოსტის მხარდამჭერი. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენ რომ გხედავთ. უკვე არადებიუტანტი, ნუსა მოგესალმებით. ქირია. მადლობა მოწვევისთვის. კი, რადგან მე უფრო ახლოდან ვაკვირდები იმ მოვლენებს, რაზეც დღეს თქვენთან უნდა ვისაუბროთ, ვეცდები რომ სრულად გადმოგცეთ ამ ჩემი დაკვირვების შედეგები და ანალიტიკა. ფოსტის თანამშრომლები ცოტა უცნაური და საინტერესო ხალხია. ძალიან. შენის დაკვირვებით. CSR პროექტებს ასე უწოდებენ, პასუხისმგებლობას აცხადებენ და უგრძნობენ პასუხისმგებლობას დანარჩენ საზოგადოების წინაშე და აგროვებენ ხან წიგნებს, რაც მესმის წიგნებს აგროვებენ პირობით გამყოფ ხაზთან მდებარე ბიბლიოთეკებში, სკოლებში ამ წიგნების გაცნობა ხდება, ბიბლიოთეკების მოწყობა, სათხამაშოებს აგროვებენ, მაღალმთიან რეგიონებში მიაქვთ, მაგრამ აი ბოლო პერიოდში რატომღაც დაინტერესდნენ ანიმაციით და ყოველ ახალ წელს ანიმაციის შექმნას, ცდილობენ და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებენ. აშკარად კარგი ანიმაცია გამოდის, რომელსაც მოწონება აქვს დიდი მაყურებლისგან და ჩვენი მომხმარებლისგან, ფოსტის მომხმარებლისგან. მე უკვე რამდენი წელია მეორედ იქნება ასეთი მაღალი ხარისხის მაღალი დონის ანიმაცია, რომელიც ფიქრობთ, რომ ჩვენი მონაწილეობას დიდწილად მიიღებს თვითონ აი ამ დარგის მულტიპლიკაციის განვითარებაში, გარკვეულ პოზიტიურ როლს შეიტანს და აი ამ შემთხვევაში შეკრიბეს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაახლოებით 40 ბავშვი მოსწავლე, რომელიც დააკომპლექტეს ჯგუფები და დღეს დაიწყეს ერთ-ერთ ჯგუფთან აი ამ ანიმაციური პერსონაჟების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბავშვებს საშუალებას აძლევენ თვითონ შექმნან პერსონაჟები და დადგან სცენები. ძალიან საინტერესო გარემოა აშკარად. რაც შეეხება ისევ ფოსტას დაუბრუნდები, თუ რატომ საფოსტო საქმიანობა და მულტიპლიკაცია, ალბათ ვერ დავახასიათებ ხა ზუსტად, იმიტომ ვერ აღწერ, იმიტომ რომ მე თვითონ არ მაქვს კავშირი ამ ორ ისევ CSR-ს უბრუნდები, ისევ პასუხისმგებლობას უბრუნდები, ისევ ამ მომავალ თაობას უბრუნდები და აქედან გამომდინარე მე ძალიან მომწონს მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება. ჩაგეჭერით ბატონ ლევან, აი ხა რომ ვუყურებდი, იცით კიდე რითი არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი? ჩვენ ვამბობდით ხშირად, რომ აი ამ ეგრეთ წოდებული გაჯეტების და ამ სოციალური ქსელების სამყაროში თითქოს ბავშვები მოწყდნენ აი ყველაზე მთავარს, ამ სოციალურ ურთიერთობებს, ბავშვობასთან დაბრუნებასთან. თითქოს აი ამ ყველაფერმა და ეს პროექტი იძლევა საშუალებას, რომ ბავშვი დაუბრუნდეს თავის ავთენტურ სამყაროს. აი ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ამ ფოსტის თანამშრომლების გონება ცოტა არა კარგად ბიზნეს მიმართულებითაც არის მოწყობილი. მე მგონი, რომ აქ რაღაც შენიშნეს მიმდინარეობები, იქით ჰოლივუდში აღარ იყიდება ფილმები ამ ვოუკიზმის ეჯენდამ შეცვალა, იქ უწყლთან მიიყვანა, იქ ხშირ შემთხვევაში ნამუშევრები. აქეთ სომხეთში დაუმეგობრდნენ ერთ ძალიან ისეთ საინტერესო და გამოჩენილ მულტიპლიკატორს, მასთან თანამშრომლობენ. მე მგონი მომავალში რაღაც აკავშირებენ მულტიპლიკაციას, ანიმაციას და საფოსტო საქმიანობას და შეიძლება რაღაც ბიზნესშიც კი მიიღონ. ძალიან საინტერესო შეკავშირება. საფრანგეთში აპირებენ ამ ანიმაციის გაგზავნას, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც გარკვეული შესანიშნავი ამბავი მოხდება დარწმუნებული ვარ. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მოხდა ამ პროექტის, ხო, ამ ანიმაციების საერთაშორისო მასშტაბით და მსოფლიო საფოსტო ესე მახსოვს, რომ ალბათ ამასაც უნდა მივაქციოთ, თუმცა ყურადღება, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირს არ გამორჩა ჩვენს მიერ მომზადებული ანიმაციები და თავისი მხარდაჭერა გამოხატა თავისი ქსელების საშუალებით
მიხედვით საკომუნიკაციო ქსელი იქ არსებობს შიდაც მსოფლიოს საფოსტო კავშირში 192 ქვეყნის იქ გავრცელდა თავის სოციალურ პლატფორმებზე ყველგან ძალიან პოზიტიური შეფასებები მოყვა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან. ამიტომ ძალიან იშვიათი და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ფარგლებს გასცდა 192 ქვეყანას მიწვდა ეს პატარა მულტიპლიკაცია, რომელიც აი ახლა სულ რამოდენიმე თვის წინ დაიბადა. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის, თუმცა მოდით ცოტა ხანი შევჩერდეთ და ანა გზირიშვილი, ჩვენი ჟურნალისტი არის სწორედ იქ მოვლენების ეპიცენტრში და მოდი ანა გვაჩვენე რა ხდება ახლა როგორია ეს სამყარო და როგორია ბავშვების დამოკიდებულება. ანა თუ გესმის ჩვენი დილამშვიდობისა, ნამდვილად ჯადოსნურ სამყაროში ვიმყოფები. საქართველოს ფოსტის და ანიმაციური ფილმების სტუდია ჯიბის ერთობლივი მასტერკლასი იმართება სწორედ იმ სივრცეში, საიდანაც ახლა მე გერთვებით. ამ მასტერკლასს ესწრებიან თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები და ისინი სწავლობენ თუ როგორ უნდა შექმნან ანიმაციური პერსონაჟები და გააცოცხლონ და მასტერკლასის მიზანია ბავშვებში შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების ვითარება. ჩემთან ერთად იმყოფება საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე, რომელიც უფრო მეტ დეტალს მოგვიყვება. მაგდა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, ანა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მივესალმები წამყვანებს. ანა, როგორც აღნიშნეთ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ანიმაციური ფილმების სტუდია, ჯიბის სტუდიაში და დღეს დილით შევქმნით ერთგვარად ჯადოსნური სამყარო ბავშვების. აგეთანხმებით, ნამდვილად. მოდი დავიწყოთ ზოგადად საიდან გაჩნდა იდეა, რომ ანიმაციური ფილმი შეგექმნათ საქართველოს ფოსტის შესახებ. კი ბატონო, ზოგადად საქართველოს ფოსტა წლებია დაკავებული არის ერთგვარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიმართულებით. ანიმაციური ფილმის შექმნის იდეაც დაიბადა იქიდან, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ქართული თოჯინური ანიმაციური ფილმის განვითარების მიმართულებით საქართველოს ფოსტას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი ეთქვა და რა თქმა უნდა პირველი ანიმაცია, რომელიც შევქმნით, ეს იყო 2023 წლის ანიმაცია და შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს იყოს პრეცედენტი საქართველოში აღნიშნული სახის სარეკლამო კამპანია მანამდე არ არსებობდა ასეთი პროექტი. ამ სურათებზეც რომ გვითხრათ, აქედან დაიწყო, ხო? ამ შემთხვევაში ეხლა სურათებზე თქვენ უყურებთ 2025 წლის მისალოცის საახალწლო კამპანიის ანიმაციური ფილმის ჩანახატს. აი ზუსტად აქედან დაიწყო ისტორია, ძალიან საინტერესო ისტორია, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმოგზაურებთ. ეს არის ჩანახატი, 3 პერსონაჟი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს არ არის ნახატი. ეს ყველაფერი არსებობს, ფაქტიურია და დავიწყოთ ერთგვარი ქალაქის აშენება. რასაც უყურებთ ახლა თქვენ ეს ლამაზი კარიბჭე, აი ჩვენი ერთ-ერთი პერსონაჟი ძაღლი და ასე შემდეგ საქართველოს ფოსტის. ეს ყველაფერი არის არსებული და შემდეგ უკვე პროექტის ფარგლებში ჯიბის სტუდიის საკმაოდ დიდი გუნდი 14 ადამიანი შემოქმედებითი გუნდი მუშაობდა და ეს ყველაფერი გააცოცხლა და ამოძრავა. ესენიც არის 2025 წლის, ხო? ესეც არის 2025 წლის ანიმაციის, ასე ვთქვათ, ატრიბუტიკა. სახლები მნიშვნელოვანია რომ აი დაუბრუნდეთ, ეს არის ჩვენი ძირითადი პერსონაჟი, ჟღალთმიანი გოგონა, რომელმაც მოისურვა რომ ბაბუესთვის გაეგზავნა წერილი და საახალწლო ჯადოსნური განწყობა შეექმნა. ძირითადი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ის რომ კიდევ ერთხელ ესე იგი სათქმელი გვეთქვა საზოგადოების და საქართველოს ფოსტა ყველაზე მნიშვნელოვან ემოციებს ქმნის, კომუნიკაციას ქმნის მსოფლიო მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე, ნებისმიერ დროს. გავაცოცხლეთ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსით, რა თქმა უნდა, ქართული საახალწლო სუფრა. თან ისე გამოიყურება, მაყურებელს მინდა უთხრა, რომ მოგინდება რომ მიირთო. ჩასახრამუნებლად და გემრიელად გამოიყურება, ნამდვილად, აბა რა გითხრათ? რეალურს გავს ძალიან. ძალიან და ესეც არის ჩვენი ბაბუა, რომელიც საახალწლოდ გავახარეთ.
აქვე არის სახლის 2025 წლის ანიმაციის მაკეტები. აი ეს კი არის 2023 წლის პირველი პროექტი. ჩვენ გავაცოცხლეთ თბილისური ეზოები, ნამდვილად იგრძნობა ეს მუხტი აღნიშნულ მაკეტებში და დაუბრუნდით აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. ეს 2023 წლის ანიმაციის დეტალები. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულმა პროექტებმა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სხვადასხვა ჯილდო მივიღეთ აღნიშნულმა მაკეტმა და აღნიშნულმა ანიმაციამ, რაც შეეხება 2023 წლის ანიმაციამ, იმოგზაურა ბარსელონაში ფესტივალზე, ასევე საერთაშორისო ფესტივალზე Edblexize, რომელზეც მიიღო ჯილდო. რაც შეეხება აღნიშნულ ფესტივალს, აღნიშნულ ანიმაციას, მნიშვნელოვანია თქვა, რომ ანესის ფესტივალი, ეს არის თოჯინური ანიმაციური ფილმების ფესტივალი, ერთ-ერთი მოწინავე ფესტივალი, რომელიც იმართება ყოველწლიურად საფრანგეთში. ჩვენ განაცხადი გავაგზავნეთ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და იმედი და შეიძლება ითქვას, რომ დარწმუნებულებიც ვართ, რომ აუცილებლად გარკვეულ ჯილდოს მივიღებთ ამ მიმართულებით. მაგდა ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ბავშვებსაც გავესაუბროთ, რომლებიც ჩართული არიან საქმეში. ბავშვებო, გამარჯობა, მოგესალმებით. აბა მეტყვის რაზე მუშაობთ აი ახლა ამ წუთებში? ახლა ვხატავთ პერსონაჟებს ანიმაციიდან, რომელიც გააკეთა ანა ჩუბინიძემ. ეს იყო რეკლამა, პოსტის რეკლამა იყო. მე პირადად ვაკეთებ ბაბუას, აი კამერაში წვეჩვენებ. ძალიან კარგი ვორქშოპი არის. მანამდეც მიმუშავე ასეთ რაღაცებზე და ძალიან სახალისოც არის და ასევე განმავითარებელიც. ძალიან დიდი მადლობა. მე ამ ინფორმაციით დაგემშვიდობებით და ბავშვებს დავტოვებ, რომ გააგრძელონ მათი საქმიანობა. ანა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, ჩვენც კი მოგვინდა ეგ რაღაცების გაკეთება და აი ეს თავარი რამ დავინახეთ, რომ ეს ბავშვები გახდნენ რაღაც რეალური ჯადოსნური სამყაროს ნაწილი, რაც ჩვენი ბავშვებისათვის და თანამედროვე ბავშვებისათვის აუცილებელია. და მე მივხვდი ხელევანი რომ უყურებ და მივხვდი რომ ეს ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი ბავშვობა და აი ალბათ გიფიქრე, ამდენი გიფიქრე ამაზე, ხო? იმით და შენ ეს განახორციელე, იმიტომ რომ შენ ბავშვობიდან გაქვს დაფიქრი ამაზე, მე ვგიცნობ შენ ბევრი კრეატიული იდეის პატრონი ხარ, მე ვიცი ესა და სხვა შეს მე მინდა აღნიშნო რომ საერთოდ მე ყოველთვის ვოცნებობდი რომ გამეხმოვანებინა ანიმაცია, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე პროფესიაა, ცალკე სურვილი და ამბავია და იმედი მაქვს რომ მეც სიამოვნებით ჩავერთვები ამ პროექტებში პარაზი გვაქვს. სიამოვნებით მოვიფიქრებ რამეს და სტუდიასთან ერთად მაგდა სანიკიძე ჯადოქრობს და ბავშვები ჩართო უკვე ამ პროცესში. ძალიან კარგი და სულ სხვანაირები გაიზრდებიან ეს ბავშვები აი ნახე. ბატონ ლევან, გითხარით სამომავლო გეგმები, დარწმუნებული ვარ საქართველოს პოსტა ამაზე არ გაჩერდება და გექნებათ ბევრი საინტერესო სამომავლო იდეა. მე როცა აღვნიშნე პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ეს ყოველ მუდმივად შეხვედრების დროს ამ საკითხთან გვიწევს სიახლოვე, იმიტომ რომ აი მოდით ამ კუთხით შევხედოთ, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ალბათ დღის განმავლობაში ყველაზე მეტ მომხმარებელთან და ამ შემთხვევაში ვახსენოთ როგორც საქართველოს მოქალაქესთან აქვს შეხება და შეხება აქვს კონკრეტულ მისამართზე მის საცხოვრებელ ადგილას. ნუ ნაწილი რა თქმა უნდა ჩვენ საფოსტო სერვის ცენტრებში, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობა ჩვენ 15,000 მისამართზე მივდივართ ყოველდღიურად. თითოეულ გზავნილს აქვს თავისი ისტორია. ნუ ყველას თუ არა 50%-ზე მეტს მაინც როგორც დასაწყისში, ასე როგორც გამგზავნისგან, ასევე ადრესატთან დასრულებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ სრულდება და გრძელდება ეს ისტორია. იმდენად საინტერესოა ეს ადამიანები, ამ პოსტის თანამშრომლები ამაზე საუბრობენ ყოველდღიურად. უნებურად მიდიან სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილთან, როცა გინდა ვინმესთვის რამე შეასრულო, რაღაც გააკეთო მისთვის. შესაბამისად, გარდა საფოსტო საქმიანობისა, რომელიც არა მხოლოდ ჩემი აზრით, მსოფლიო საფოსტო კავშირი ასე ახასიათებს ამ დარგს, რომ ეს ფაქტიურად სოციალური პროექტია, ყოველი ქვეყნის მხრიდან გაღებული თავისი მოსახლეობისთვის. ამასთან პარალელურად ის კონკრეტული ჯგუფების სეგმენტაცია ხდება, გამოყოფა ხდება საჭიროებების და შემდეგ
ღონისძიებების დაგეგმა აი ამ საჭიროების მიმართულებით. მაგალითად, როგორიც იყო ბიბლიოთეკების მოწყობა, ისეთი როგორიც იყო 1000 კომპიუტერი, ჩვენს ახალგაზრდა თაობას, სხვადასხვა სახის შემეცნებითი კლასების მოწყობა მაღალმთიან რეგიონებში და ასე შემდეგ. ფიქრობ, რომ უფრო მეტად ხედავს პოსტის თანამშრომელი იმ საჭიროებას, რაც მისი ქვეყნის მოქალაქეს სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულში ჭირდება და საჭიროებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე იკრიბება ეს ინფორმაცია და ხშირად სახალისო ამ თემებზე საუბარი, რომელსაც ბოლოს ისეთ ხშირად კრეატიულ, ხშირად უბრალოდ საჭიროებიდან გამომდინარე შედეგებამდე მივყავართ. მოდით ისიც აღნიშნოთ და ამაზეც ვისაუბროთ, საქართველოს პოსტამ თავის დროზე არაერთი ისეთი და ამ პროექტთან მინდა პარალელი გავა, რაღაც საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტებიც განახორციელება. როგორც იყო მაგალითად წერის კულტურა, ხო? თითქოს ეს გაქრა, მაგრამ პოსტამ აი ესეც ახალგაზრდებს წერის კონკურსი ყოველწლიურად იმართება, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრ ქვეყანაში. 1972 წელს ჩაეყარა ამას საფუძველი და ჩვენ საქართველოში 2013 წლიდან ყოველწლიურად მართავთ, რაშიც მონაწილეობას იღებს 15 წლამდე ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები. თემატიკას შეიმუშავებს მსოფლიო საფოსტო კავშირი და გამარჯვებული გამოვლენა ხდება შვეიცარიაში მსოფლიო საფოსტო კავშირის სათაო ოფისში. დაჯილდოება ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, როცა კონგრესის წელს ემთხვევა, როცა 4 წელიწადში ერთხელ არის, შევწრები ვარ ისეთ ცერემონიას დაჯილდოების გამარჯვებულის და იმდენად ემოციური იყო ის პროცესი, როდესაც თვითონ ეს გამარჯვებული გადმოსცემდა თავის ემოციას დაკავშირებულს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და 3000 დამსწრეს ოვაცია დარბაზიდან ძალიან შთამბეჭდავია და ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ვიხილავთ გამარჯვებულს საქართველოდანაც, რადგან ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას, ყოველწლიურად ტარდება და ადგილზე ყავს გამარჯვებულები. მოდით აი განვავითაროთ ეს თემა, არ გეშვებით. აი როგორი არის თუნდაც წერილების წერის კონკურსში, აი თუნდაც ამ პროექტში ახალგაზრდობის, აი ვისთვისაც არის მათი ჩართულობა და ინტერესი. მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებობს მარკის ეროვნული კომისია. დიახ. მარკის კიდე ცალკე ამბავია. მარკის შემუშავებას დიზაინი და მარკის დამუშავება, გამოხატულების პოვნა არის საქართველოს პოსტის პირდაპირი ვალდებულება და დიზაინერთან შემდეგ ამაზე მუშაობა. ჩვენ ამ საკითხებს თანამშრომლობთ როგორც პროფესიონალ დიზაინერებთან, ვინც მარკაზე სპეციფიკურ სამუშაოს კარგად იცნობს და ასევე თანამშრომლობთ ახალგაზრდებთან, მაგალითად სამხატვრო აკადემიიდან, რომელთანაც კომუნიკაციით სურვილი გვაქვს, რომ შეძლონ მოგეხსენებათ მარკა პატარა ზომისა და სპეციფიური ნამუშევარი ჭირდება, რომ იქ აღქმადი იყოს გადმოცემული, მხატვრის მიერ გადმოცემული ნახატიდან მასალა. ესეც არანაკლებ საინტერესო პროცესია, რომელიც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. წლის განმავლობაში გამოჩნდა უკაცრავად რომ შეგაწყვეტენ ბაკურიანი 2025 წლის ახალი საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით პოსტა ყოველთვის გამოსცემს შესაბამის მარკას. მოკლედ ბატონი ლევანი და მისი უწყება მუდმივად ავანგარდში ამ სიახლეების. ის გადარჩენია წარმატებები უსურვოთ საქართველოს პოსტას მეტი სიახლე, რომლითაც გვანებივრებთ და თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნიშნავს. ასეთი იყო სტუმრობისთვის, ასე რომ ძალიან საინტერესო და უამრავ კიდევ წინ და წინ საინტერესო პროექტებს. მადლობა მიღებისთვის.